მოგესალმებით, გახლავართ ია ასათიანი, ვარ 34 წლის, ყავს 4 შვილი, ამ 4 შვილის შედეგად მოვიმატე წონაში და გადავწყვიტე გამეკეთებინა დუკანის დიეტა. არის შედეგადაც მოვიფიქრე ბევრი გემრიელობები და შემოგთავაზებთ ერთ-ერთს. ეს არის ჩემებური ბრაუნი. ამისთვის დაგჭირდებათ ჩემო კარგებო 2 სუფრის კოვზი ქატო, 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატო, 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი, 1 სუფრის კოვზი კაკაო. ეს ყველაფერი კარგად უნდა ავურიოთ. ეს მშრალი პროდუქტები უნდა აირიოს კარგად. დავამატებთ 1 ჩაის ხორს შიის მარცვალს და 1 ჩაის ხორს სეზამის მარცვალს. ასე დავამატებთ. კარგად ამოვურევთ. ამის შემდეგ სასურველია დავამატოთ ვანილი, ცოტაოდენი, ვანილინი ამ შემთხვევაში. ესაც კარგად უნდა ავურიოთ. შემდეგ დამატკბობელი, ეს გემოვნების მიხედვით ვის როგორ უყვარს სითბო. მე ამ შემთხვევაში სუფრის კოვს ნახევარს დავუმატებ. ისე ამოვურევთ. აქ გახლავთ 2 სუფრის კოვზი კეფირი, დაბალპროცენტიანი, ცხენიანობა აქვს 1.5. გახლავთ ზე 0%-იანი ცხენიანობის. ამასაც ვამატებთ მანამ სანამ სასურველ სისქეს არ მივიღებთ. ეხლა ამ მიღებულ მასას შევსვათ მიკროწალღურ ღუმელში 4 წუთი 600 სიმძლავრეზე. აი, ჩვენი გზა ბრაუნები ეხლა ამოვიყვანთ ჯიქიდან. ოდნა უნდა შეგრილება ვაცადოთ, რომ არ დაგვეშალოს. ამას უკვე მოვთავთ სასურველად. ზოლს მივცემთ. ესე ჩვენი მზა ბრაუნი. თქვენ თუ გინდათ ისე მიერთვით, მე კი კრემით მოვრთევ. შეიძლება მიერთვით თბილი, ხელი.